ჩვენი პლანეტა დაახლოებით 5 მილიარდი წლის არის, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა ასობით მილიონ წელს ითვლის. ასეთ ვითარებაში უცნაური და უხერხულიც კია ადამიანთა ცივილიზაციის საუკუნე მხოლოდ რამდენიმე ათეულ ათას წელს რომ მოიცავს. მაგრამ იქნებ ყველაფერი არც ისე მარტივად არის. იქნებ ჩვენი ცივილიზაცია პირველი არ არის პლანეტაზე. მაგალითად 4 მთვარის ჰიპოთეზის თანახმად დედამიწას ერთ დროს 4 თანამგზავრი, 4 მთვარე ჰყავდა, რომლებიც დედამიწის ირგვლივ იმ ორბიტაზე მოძრაობდნენ, რომელზეც ახლა ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრი მოძრაობს. ამ ჰიპოთეზის ავტორები ასევე საუბრობენ თითოეული მთვარის შესაბამისი ცივილიზაციის არსებობის შესახებ. მათ შესახებ ვიგებთ ეზოთერიულ და სხვა სწავლებებსა თუ გადმოცემებში. პირველი მთვარის, ანუ პირველ მაღალ განვითარებულ ცივილიზაციად კი მიიჩნევენ რეპტილოიდებს. თანამგზავრების ორბიტაზე თანაბრად დაშორების გამო პირობები დედამიწაზე ბევრად უფრო კომფორტული იყო, ვიდრე დღეს არის. ამიტომ სიცოცხლის განვითარება პლანეტაზე უფრო სწრაფად ხდებოდა და სულ მალე ევოლუციამ თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს, აპოგეას მიაღწია. პლანეტაზე გონიერი არსებები გაჩნდნენ. პირველი ადამიანები ჩვენს პლანეტაზე ჰუმანოიდისებრი რეპტილოიდები იგივე ქვეწარმავლის თავიანი ადამიანები იყვნენ, რომლებიც გარეგნობით თანამედროვე ადამიანს ჰგავდნენ. მაგრამ ქვეწარმავლებისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც ჰქონდათ. თავისი განვითარების უმაღლეს დონეს პირველი მთვარის ცივილიზაციამ 65 მილიონი წლის წინ მიაღწია და იმ დროს გონიერი რეპტილოიდები ისეთ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ჩვენ რომ არც დაგვსიზმრებია. მათ შექმნეს ანიჰილაციური რეაქტორი და მთლიანად გადაწყვიტეს ენერგეტიკული საკითხები. აითვისეს მზის სისტემის მათთვის საჭირო პლანეტები. აქტიურად მუშაობდნენ ჰიპერსივრცითი ძრავის შექმნაზე, რომლის მეშვეობით დროში მოგზაურობას შეძლებდნენ. ამას კი დედამიწა შეიძლება კატასტროფამდე მieყვანა. თუმცა პლანეტა გადარჩა, რადგან 65 მილიონი წლის წინ მეტეორიტის აღნიშნული ჰიპოთეზის მიხედვით ერთ-ერთი მთვარის ჩამოვარდნის შედეგად დედამიწაზე გლობალური კატასტროფა მოხდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, მათ შორის რეპტილოიდები, სრულად ამოწყვიტა. ეს რაც შეეხებოდა მოკლედ. გავშალოთ. დღეს უკვე ბევრმა შეიტყო რეპტილოიდური რასის არსებობის შესახებ. ჩვენთვის ცნობილია შემდეგი თეორია ამ რასის შესახებ. რეპტილიელები გახლავთ მეოთხე განზომილების არსებები, რომლებაც მრავალი საუკუნის წინ დაიპყრეს დედამიწა და მისი სისტემის სრული გარდაქმნა ისე მოახერხეს, როგორც მათ საჭიროებებს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. რეპტილიელები არიან სულიერ წყაროს მოწყვეტილი არსებები და ამდენად არ აქვთ უნარი განიცადონ სიყვარული ან თანაგრძნობა სხვების მიმართ. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.